თელავში ბატონის ციხის არქიტექტურულ კომპლექსში ერეკლე მეორე სასახლის რესტავრაცია დასრულდა. მას პირვანდელი სახე დაუბრუნდა. მთლიანად კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები კი 2017 წელს დასრულდება და პირველი ვიზიტორი სასახლესთან ერთად კარის ეკლესიის ციხის გალავნის, აბანოსა და ტერიტორიაზე გაყვანილი გვირაბის ნახვა სწორედ ზაფხულში შეძლებს. ჟანა დიდებაშვილის რეპორტაჟი. ერეკლე მეორეს დაბადების, მოღვაწეობისა და სიცოცხლის ბოლო წუთებმა სწორედ ამ ოთახში გაიარა. ბატონის ციხის არქიტექტურული კომპლექსი საქართველოში დღემდე შემორჩენილი ერთადერთი სამეფო სასახლეა, რომლის რესტავრაცია ამჯერად ავთენტურობის სრული დაცვით განხორციელდა. განახლებულმა სასახლემ დღეს პირველ სტუმრებს უმასპინძლა. არ გაგვაჩნია იმ ეპოქის ძალიან ბევრი ექსპონატი და ვფიქრობთ, რომ დაგვეხმარება ჩვენი დედა მუზეუმი მხედველობაში მაქვს ეროვნული მუზეუმი საქართველოსი, სადაც არის ძალიან ბევრი საცავში ეპოქის ერეკლეს ეპოქის დროინდელი ექსპონატები. ავთენტურობის სრული დაცვით შესრულდა ყველა სამუშაოები, აქ ჩართული იყო პროექტის შეთანხმებაში და სამუშაოების მონიტორინგში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და შედეგიც ასე ვთქვათ სახეზე ველოდები, რომ ყოველთვის ხალხმრავლობა იქნება, მინდა ყველას მიულოცო დღევანდელი დღე. ხუროთმოძღვრული კომპლექსის შემადგენლობაში კახთ მეფეთა სასახლის გარდა კარის ეკლესია, ციხის გალავანი, აბანო და სასახლის ტერიტორიაზე გაყვანილი გვირაბით შედის. ერეკლე მეფის სასახლის შენობას რესტავრაციის შემდეგ პირვანდელი სახე დაუბრუნდა. კედლებზე გაჯის ნაცვლად კირი იქნა გამოყენებული. დერეფნები და დარბაზის იატაკი კი აგურითა და ქართული ქვით მოპირკეთდა. დამონტაჟდა ვიტრაჟები და განათება. მეფის სასახლის რესტავრაციის პროექტზე 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. ქართული მასალებიდან ადგილობრივი კირი იქნა გამოყენებული, მაგრამ დამატებით ზედაფენისთვის გამოყენებული იქნა უცხოური კირი. შემოტანილი იყო ეს გერმანიიდან, რადგან სასახლე არის თვითონ ირანული ტიპის, შემოტანილი იქნა აგურის ირანიდან, რადგან დაბრუნებული იყო ძველ კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლს. ტურისტული მარშრუტი შევკადით კახეთში. ტურისტი შეიძლება რომ 3-4 დღე მიიღოს კახეთმა, ისე რომ დღის განმავლობაში ნახოთ რამოდენიმე საინტერესო ობიექტი. ბატონის ციხის კომპლექსის კონსერვაციის გეგმა მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განახორციელა. ბატონის ციხის არქიტექტურული კომპლექსის სრული რეაბილიტაცია 2017 წლის ზაფხულში დასრულდება.